სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში გაიმართება გამოფენა ღვინისფერი თამაში. ამ ყველაფერზე დაწვრილებით რატო ქვია ღვინისფერი თამაში და ასე შემდეგ და რა ნახატები გვაქვს ხა და რას ხედავს ჩვენ ყველაფერზე ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები გამოფენის პიარი ხო როგორც ვიცით მარიამ ქემოკლიძე და მხატვრები ბექა საყვარელიძე, მარიამ შაქარაშვილი, მარიამ ნაცრიშვილი, ჯულია სანიკიძე და მაიკო მაყაშვილი არიან დღეს ჩვენი სტუმრები. ისაუბრებს მარიამი როგორც შეთანხმდნენ და ყველანი უბრალოდ ჩამოვაყალიბა. მარიამ საიდან გაჩნდა ამ ორიგინალური იდეის შესახებ და რო აგვიხსნა საერთოდ რა შლის. გვინოს რამდენად დიდი როლი აქვს ამ გამოფენაში? ანუ ჩვენ ვართ მეგობრები. ესეც გითხარი მე ბაფთები გიკეთებია. კი, აუცილებლად ვართ მეგობრები, მხატვრები ვართ რა თქმა უნდა და ეს ვფიქრობდით რაღაც საინტერესო ორიგინალური გამოფენა გვინდა და ვიფიქრეთ რაღაცა ღვინოსთან წაგვიყვანა ეს ფიქრებმა და ეს შეიძლება მეგობრები ერთად შეიკრიბეთ? კი, ალბათ ერთი ბოთლი ღვინოს იყო, მეტი არ ვთქვა ერთი ბოთლი. კი, კი. და გამოფენისთვის ანუ შევარჩიეთ ეს სათაური ღვინისფერი თამაში. ხა გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ღვინო ჯერ არის პირველ რიგში ქართული კულტურა. მე დიდ თავისუფლებას გვაძლევს მხატვრობაში, იმიტომ რომ თავის ფერადოვნებით, თავისი კოლორიტებით და თან თამაში, იმიტომ რომ ჩვენ ანუ ხა ამჯერად მუშაობთ ნონფიგურატიულ კომპოზიციებზე, აბსტრაქციებზე და აი თამაში ამდენად შეესაბამებოდა. თან რაღაც თავისუფლებას გვაძლევს ეს თემა და ჩვენებური გაგებით ხო? ყველა ხო და ესე შევთანხმდით. მე შემდეგ მივმართეთ ჩვენს პედაგოგს ბატონ გია გუგუშვილს, სამხატვრო აკადემიის რექტორს და მან მხარი დაუჭირა ჩვენს იდეას. დიდი მადლობა მას ამისთვის და სამხატვრო აკადემიას სრულიად. ყველა მონაწილეა დღეს ჩვენთან სტუმრად, ხო, როგორც ვიცით, გამოფენის უკლებლივ. კონკრეტულად ამ გამოფენისთვის შეიქმნა, ხო, ეს ნამუშევრები, ანუ თითოეული აბსოლუტურად, ხოლო მანამდე არ არსებობდა. არ არსებობდა. ყველა შეიქმნა ამ გამოფენისთვის, ჩვენ ყველა აკადემიაში ვსწავლობთ და გადაწყვეტეთ ესე ახალი მუხტით გაგვეკეთებინა გამოფენა. თან სათაურებში ჩანს ღვინო, ანუ ღვინიდან გამოწვეული შეგრძნებები. აი მაგალითად რამოდენიმე ნამუშევრზე გეტყვით მშრალი, ნახევრად ტკბილი, ან ბურგუნდიული და საინტერესო. 12% ქვია საფერავი და ასე შემდეგ. ხო, აი აქ რომელი ნამუშევრებიც არის ჩვენთან წარმოდგენილი სანამ დამთვალიერებელი. არა. ფაქტია რომ შავ ღვინო მანავის არ არის. მწვანე არის, ხო? მართლა? ბრავო. სომელიე ხარ, ოღონდ მე მგონი ფერწერა იყოდე. ეს არის ლიქიორიანი შოკოლადი. არა. არა. ლიქიორს აქ ადგილი არა, ღვინოა ყველა. საფერავის არის? ვერ გამერა. ეს რა არის? ნახევრად ტკბილი. ნახევრად ტკბილი? და თქვენია ნამუშევარი? ეს 12%. ანუ ღვინის ცოტა მძაფრი კი. ეს ვისი ნამუშევრებია ეს? ეს მარიამის. ყველა? არა, ეს ჯულიასი, ეს მაიკოსი, ეს ჩემი. ფანტასტიკური გამოფენა. ისე გასული წელი ღვინისთვის ძალიან წარმატებული იყო და სხვათა შორის ამ თემაზე ბევრი სტუმარი ყავდა და მე მგონი ეხლა თუ გვიყურებენ ამ წამოწყებით კიდევ უფრო დაინტერესდებიან, იმიტომ რომ ფანტასტიკური იდეა მე მგონი. საინტერესოა გარემო, რომელშიც გაიმართება თვითონ მისტიური იქნებაო ეს ყველაფერიო და რა განაპირობებს ამ მისტიკას. ანუ რაღაც პერფორმანსად ფიქრობთ და თუ მოვლენ და გვაფასებენ, იხილავენ. თან რა მინდა იცით თქვა კიდევ რა ამით ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ჩვენი სივრცეში, ანუ როგორც მხატვარი ხელოვნებაში ან როლი ჩვენი და კიდევ მინდა რომ მიმართო იმ საზოგადოებას, ვისაც გონია რომ აკადემიაში მხოლოდ ნატურმორტები იხატება, თუ აინტერესებს, შეუძლიათ მობრძანდნენ და გაიგონ რა იხატება კიდევ სამხატვრო. ხო, ბევრი მითქმა მოთქმა არის ხოლმე, ხო ისე აკადემიასთან დაკავშირებით არის ხოლმე რაღაც პროტესტი და ასე შემდეგ. კი, ჩვენს აკადემიის სტუდენტები ვართ და ამიტომ არსებობს ეს ორი კატეგორია მოკლედ ჩვენ ესე ვაკეთებ. სხვა რაღაც გაგვეხატება თუ ყველა ის საზოგადოებაც თუ მოვა, ვინც ფიქრობს რომ მხოლოდ ნატურმორტების რეჟიმში აკადემია. რაც შეეხება თქვენ ბაფთებს, რომელსაც აქვს გარკვეული დატვირთვა. სხვათა შორის ბაფთა წესით, ვისაც უნდა ეკეთოს პირველ რიგში, ის ბაფთის გარეშეა მოსული. საინტერესოა რაშია საქმე. აუ ჩაცმულობიდან გამომდინარე ვერ არ მოუხდა ხო? მომიჭია და თამაშობს ყველაფერი გამოფენის გასაღელი და გამომდინარე. ჩვენი მეგობარი ამზადებს, ჩვენი მეგობრები ამზადებენ, დავით კოცილიძე და თამუნა გურგენიძე, საიტიც არის Facebook-ზე გვერდიც აქვთ.
და ძალიან საინტერესო ნამუშევრებს აკეთებენ. მათ შორის ამ ბაპტისაც და ხელნაკეთი ნივთები. ჩვენთვის უკვე სიმბოლურ დატვირთვა შეიძენს ამერიდან. როდემდე გაგრძელდება გამოფენა, ესეც საინტერესოა. 4 დღე გაგრძელდება. მარიამ, შენი ზრუნე იმ ყველაფერზე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაიგო ამ გამოფენის შესახებ და ალბათ უკვე გეცოდინება, ხო, რამდენად ბევრი ადამიანი, ვინც გაიგო ამ ყველაფრის შესახებ, დაინტერესდა, ვთქვათ, ამ პროექტით და ამ გამოფენით. პირველ რიგში მადლობა თქვენ, რომ აქ მოგვიწვიეთ, იმიტომ რომ მეც ესე ბოლო პერიოდში ჩავერთე ამ გამოფენაში და მეგობრმა მთხოვარი იქნებ დაგვეხმარო, რაც შეიძლება მეტი ხალხი მოვიდეს და მაშინ პირველი გამახსდა თქვენი გაცემა, იმიტომ რომ მანამდეც მქონდა რაღაც სპექტაკლი, მქონდა თუ გახსოვთ დადგმული აკადემიას და თქვენ თვითონ გააკეთეთ ყველაფერი, კონსულს დეკორაციაც, მსახიობებიც თქვენივე სტუდენტები იყო. და მე ვთამაშობდი იმ სპექტაკლში და როცა დაგჭირდა ამისი, ესე ვთქვათ, გაპიარება, თქვენ შეგეხმიანეთ და უპრობლემოდ დავგთანხმდით მაშინ და ეხლაც გამახსდა, რომ მე იქნებ თხოვოთ თქო და რა გამოვაგზავნით თქვენთან რაღაც პატარა წერილი, მაშინ დამირეკეთ, რომ კიო როგორ ძალიან დავინტერესდით და ესე რომ თქვენი საშუალებით და ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს ამ ყველაფერს, ისედაც საკმაოდ ბევრმა გამოვიდეს რაღაცა სოციალურ ქსელშიც გავავრცელეთ გამოფენას დაკავშირებით და ბევრი გამოეხმაურა. ხო, ბევრი გამოეხმაურა და რა ველოდებით ძალიან ბევრ ხალხს და იმედია მოეწონება. საინტერესო თქვენ გადაკიდებ იმე თუ მონაწილეობს ჩვენ ხუთნი მონაწილეობს ხოლმე. და თემა ეს არის და ჟანრიც ეს არის ნონფიგურატივი. კი, აქ უფრო მეტი თავისუფლება ჩანს და აქ უფრო არ ხარ შეზღუდული და უფრო სხვაგან მიყავ სხვადასხვა გაგებებით. უფრო საინტერესო. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ მადლობა. წარმატებულ გამოფენას ვისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვინც გინდათ, რომ დაინტერესდეთ ამ გამოფენით, ის ადამიანები დაინტერესდებიან, რაც ალბათ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კიდევ სხვა ამბებშიც წარმატებას ვისურვებთ. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან სტუმრად იყავით და მარიამ, კიდე რამე საინტერესო თუ იქნება, დარწმუნდით მე მგონი, რომ ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა. მე ვსწრაფ კითხვა გამიშთა იყიდება თუ არა ეს ნახატები. თუ სურვილი იქნება. ისე ღვინოს უნდა მიაყოლო რამე ყველიანას ისე. შემდეგი იქნებ ნაჭურმორტები იყოს და ერთად პარემ. საინტერესო იქნება. გემში დაბებით მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით.